თითოეული ადამიანის ცხოვრება პატარა ნაპერწკალით იწყება. მერე ჩვენზეა დამოკიდებული ამ ნაპერწკალს ავაგიზგიზებთ თუ ვერა. დღეს კი ნამდვილად სტუმრობთ ისეთ ქალბატონს, რომელიც გავს თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით კოცონს, რომ იწვის შემოქმედებითაც და გვათბობს ირგვლივ მყოფებს. საკუთარ თავზე რო ელაპარაკო, ცოტა რთულია, არავინ არ ამბობს მეცული ვარო, მეც ვიტყვი რომ ძალიან კარგი ადამიანი ვარ. დავიბადე ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში, აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა. როცა წერა და კითხვა დავიწყე, პირველი ჩემი საყვარელი ლექსი იყო მაყოლამ რელიშვილის ლექსი დედაზე. და როცა ბებია იყო ცუდად, მითხრა რომ ბებია კვდებიო და ჩემ გასვენებაზე ლექსი შენ უნდა წაიკითხო. ბებია შენ რო წერა არ იცი თქვა მერე დაო და გამოიღო ბანიშის ქვევიდან ფურცელი, რომელზეც ეწერა ჩემი საყვარელი მაყოლამ რელიშვილის ლექსი დედაზე. დავისახე მიზნად, რომ ბევრი დამეწერა და უმეტესობა დამეწერა დედაზე. პირველი ლექსი, რომელიც დავწერე, დედას დაუტოვე, სულ პატარა იყო, სულ პატარა. დღეს სკოლაში მივიჩქარით, მე და ჩემი ძმა, პირობას გაძლევთ, არ ამოვიღებ ხმას. დედა ჩემი მიბარებდა არ იტიროო და ამის ის მივეცი ერთი სიტყვით პირობა, რომ არ ვიტირებდი. პირველი წიგნი გამოვიდა დაახლოებით 6 წლის უკან, დავით ახლოური და მეგობრები. ერთ დღეს შემომთავაზა, რომ კრებულს ვაკეთებ და მეგობრების ლექსები შემაქვს. ხო და კი გავუგზავნე და მაშინდელი არის ეს დავით ახლოური და მეგობრები. რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება? რა არის? ხელოვნება თვითუყდავება. თუ გინდა რომ დარჩე ამ ქვეყანაზე რაღაცა უნდა შექმნა. რასაც ქმნი, მე ნამდვილად ვერ გავკადნიერდები და ვერ ვიტყვი იმას, რომ მე მინდა რომ უკვდავი იყოს ჩემი აზრე. მაინც ეს მიხარია, თქვათ დავიბეჭდე თქვენ გაზეთში, დავიბეჭდე საჩინოში. მე მგონი დავრჩი სადღაც ფურცლებზე და ამ ფურცლებს შთამომავლობა ალბათ შეინახავს. გქონიათ თუ არა განცდა, რომ რაღაცა საქმე, რაღაცა ჩანაფიქრმა დაგღალათ და დაგამარცხათ? ეს ცხოვრებისეულია, უნდა დამარცხდე. თუ ვერ დამარცხდი, ისე ვერ გაიმარჯვებ. და მიყვარს ეს გამოთქმა, გამარჯვებულები წერენ ისტორიას. მაგრამ შეიძლება დამარცხებულსაც ჰქონდეს დრო და დრო კარგი ისტორია. ცხოვრებასთან გამარჯვებული ჯერ არავინ მინახია, თორე მეფეები დღესაც ცოცხლები იქნებოდა. რა არის თქვენთვის წარმატება? წარმატება სჭირდება ძალიან გრძელი გზა, ძალიან დიდი გზა. ვარციხეში არის არაჩვეულებრივი ხელოვანთა სახლი, ლუის პარნასი. და თქვათ მე თუ კი წავიწიე წინ და რაღაცას მივაღწიე იმ სახლიდან, იმ შეკრებებიდან. 2022 წელს გავხდი ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი. და მაშინ დროდანი რეკესოას მონაწილეობა უნდა მიიღო, განეცინა სადაური ეთერთათარაიძე მე ვარ თქო და შევდივარ დარბაზში და ზუსტად ეთერთათარაიძე და კი უთხარი რომ სიკვდილის წინააღმდეგ ლოცნებას გავხდათ. ბაღდადში ჩატარდა ასეთი ღონისძიება ნიჭი ბატონო ნიჭი. ეს ბაღდათი სულ თაფლია, ვანი თაფლის ფიჭი, ღმერთმა საჩუქრად გვიბოძა ნიჭი, ბიძიკო ნიჭი. ამით ხაზი გაუსვი იმას, რომ ვანი და ბაღდათი არის ნიჭის საბადო. 2-3 დღის უკან 18-ში ათინათის პრეზენტაცია იყო და იქაც ბავშვთა ანსამბლი იყო, რომლებსაც მსოფლიოს 16 ქვეყანა შემოუვლიათ. თუ მაყურებელი და მსმენელი არ აქვს, ვერსად ვერ წახვალ, ვერ გაცილდები, ბაღდათს კი არა, ბაღდათშიც ვერ შეხვალ კიდე. და ეს მახარებს, რომ ბავშვები ამ კულტურულ ღონისძიებებში და ამ სფეროებში ძალიან წარმატებული არიან. კარგია, მაგრამ მეშინი არის ვაი რომ ყიდველი და მკითხველი, ყიდველზე არაა ლაპარაკი. წიგნის ყიდვაზე აღარ არის ლაპარაკი. მე მეშინია იმისი, რომ ვაი რომ მკითხველი არ იყოს და არ დავრჩეთ ხმად მყადებლისა უდაბნოსა შინა. თქვენი შემოქმედების მთავარი შტრიხი და ხაზი, რომელსაც არ ღალატობთ?
ჩემთვის სამშობლო არის ოჯახი და როგორც ოჯახს ასევე მსახურობდა, როცა ვწერ ხშირად ვწერ სამშობლოზე, ენაზე, სარწმუნოებაზე. არ ვყიდით ჩემს მამულს, არ ვყიდით ჩემს მიწას. აქ ბაბუა ჩემს ვენახი ურგია. მე რომ დღეს მყარად ვარ, ჩემს უკან ძალაა, ჩემს უკან წინაპრის ძალა და ზურგია. არ იყიდება ეს მიწა, ეს წყალი, ეს მიწა წინაპრებს სისხლით აქვთ მორწყული. სტუმრად ხართ, მოდი და მიიღეთ პატივი, ვერაფერს მიიღებთ, თუ მტრად ხართ მოსული. ვინ გითხრათ, რომ ალგეც არ სტუმრობს მგლის ჯოგი, რომ შეწყდა გამოზრდა ლეკვების მგლისანის, რომ აღარ დაფრინავს ღრუბლებში ამაყად, არ წივთა გუნდები მშვენება მთისანი, არ ვყიდი ამ მიწას, აქ საძვალეთია. საფლავის ზემოდან აქ საფლავს არ თხრიან, აქ განძად ვინახავთ წინაპრის საძვალეს, აქ საფლავებთან გმირები თავს ხრიან. მოდით და დალაშქრეთ, რაც დასალაშქრია, ისუნთქეთ თამამად ზღვის და მთის ჰაერი, აქ საქართველოა, აქ ქართველებია, ამ ცის ქვეშ იცოდეთ ვერ ხარობს სხვაერი.